გორის ცენტრში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კონკრეტული პირის ბრალეულობაზე არ საუბრობს. გუშინ ქალაქის ცენტრში ბიზნესმენი ბორია გოგიჩაიშვილის ძმა ჩაცხრილეს. გურამ გოგიჩაიშვილი ნინო ბურჯარაძის პარტიის გორის ოფისში დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთ წევრთან იყო მისული, სადაც საკონტროლო გასროლით მოკლეს. გარდაცვლის რამდენიმე ტყვია აქვს მომხვედრილი, მათ შორის ერთი შუბლის არეში. წერტლის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება 100 მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დამატებით დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა არსებობს ვერსიები ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით იმ დროს, როდესაც შენობაში შეიარაღებული პირი შევიდა, გურამ გოგიჩაიშვილთან ერთად სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. ისინი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არავინ დაუკავებია. სროლა მოხდა, ერთი გავიგე და მოკლეს ვიღაც პიროვნება გურამ გოგიჩაიშვილი. რატომ იყო აქ? ახლობელთან იყო მოსული აქ, ეგ იყო. ხშირად არ მოდიოდა ოფისში, მაგრამ გორია და გორში ყველა სასურს მოვიდა, საქმე ჰქონდა აქ ახლობელთან. და რა დროს მოხდა დაახლოებით დაახლოებით პირველის ნახევრის, პირველ საათის ალბათ. წარმომადგენელი ვარ ოფისისა და აქტივისტი და მაგით მოვედი ახლა. კრიმინალებმა თხოვეს, პოლიციამ თხოვეს გამეყო კარები და დაეთვალიერებინათ კიდე მაგით ვარ მოსული ახლა. არ გამიგია სროლის ხმა სამწუხაროდ. აი აქ ვიჯექი ზუსტად დაბარას გავიგებდი ამ სიშორეზე ხმა არც მოვიდოდა და რომც გამეგო ვერაფერს არ დავინტერესდებოდი, იმიტომ რომ სროლის ხმა ხო ისედაც იყო ახალი წლები რო იყო და სავსე იყო მანდეთ, მაგრამ არ გავსულარ, იმიტომ ხალხი ირეოდა და არ დავინტერესდა პატრულის ასტრაფო ყველაფერი, მაგრამ ჩვენ რაზე გავიდოდით ხო? სამართალდამცავებიც იყვნენ, სასტრაფო დახმარებაც მოვიდა, პატრულის ეკიპაჟები სულ მოდიოდნენ და ყველანი იყვნენ.